ძალიან პატარები როცა ვიყავით, ბავშვები ქარვასლიდან ჩავდიოდით და ვთამაშობდით სიონის ეზოში. და იყო ძალიან ცოტა ხალხი. და უცებ მოხდა ისეთი რამ, რომ ეს ეზო ტაძარი გაივსო უამრავი ადამიანით. და ძალიან ბევრი ახალგაზრდათი. და მახსოვს დედამ შემიყვანა და პირველად დავინახე და იდგა ძალიან ლამაზი. ძალიან ლამაზი და ხო იცით ბავშვი არ ცდება არასოდეს. იმიტომ რომ მისი გონება არ არის დაბინძურებული 1000 სისულელით. და რო დავინახე, აი ანათებდა და მოდიოდა რაღაც ისეთი რამ, რაც მე მანამდე ნანახი არ მქონდა. და უკვე როდესაც მამა გარდაიცვალა, 93 წლიდან უკვე მე მქონდა პირადი ურთიერთობა, იმიტომ რომ ის ალბათ როგორც თავისი მეგობრის შვილთან სულ ეს წლები ფარველობდა, მეფერებოდა, მანებივრებდა და ისე როგორც ყველა მშობელი ჩემი ყველაფერი მოწონდა და არასწორი ნაბიჯები ყოველ შემთხვევაში არ იმჩნევდა და როცა ვთქვათ არასწორად რაღაცას გავაკეთებდი, ბასა, ეს რა თქვის, ღიმილით მეუბნებოდა და თუ რამე მოეწონებოდა ჩემი გაკეთებული ან დადგმული, მაშინაც ზუსტად ისევე სიყვარულით და ღიმილით მეუბნებოდა, ბასა, ეს რა გააკეთე. მე არ ვარ გამონაკლისი, ასეთი იყო ყველა ადამიანი. ის სითბო, ის სიყვარული, ის მიმტევებლობა ადამიანს იღებდა უწმინდესი როგორიც იყო. ის აი რენტგენში ხედავდა თითქოს ადამიანის გულს და მე როგორც მისი საუბრებიდანაც ვიცი, ყოველთვის ყველა ადამიანის საწყისი სიყვარულია და ყველა ადამიანის საწყისი სიკეთეა. ახალგაზრდებს მინდა უთხრა, რომ ესეთი თავისუფალი ადამიანი, ესეთი თანამედროვე ადამიანი, ესეთი გახსნილი სიახლეებისთვის, ცვლილებებისთვის, რომელიც არ აქცევდა აბსოლუტურად ყურადღებას აი იმ რაღაც დოგმატურ, დაკანონებულ წესებს და მხოლოდ მთავარს ხედავდა, უწმინდესი იღებდა ყველა რელიგიის ადამიანს, პატივს სცემდა როგორც ამაღლებული, განათლებული ადამიანი ყველა რელიგიას. ერთხელ ასე დამირეკეს და დიდი ხნის წინ და გეძახისო უწმინდესიო და ტელეფონშიც ვთქვი, რომ ისეთი ჩაცმული ვარ მეთქი, რომ ხულია და არაო, მოდიო როგორიც ხარო და მივედი და რო შევედი საპატრიარქოში გაეცინათ მართლა. ესეთი ჩაცმული ვიყავი. და რო შევედი უწმინდესთან, უთხრეს რომ სადღაც იყო და პირდაპირ გამოვარდაო და ბოდიშს გიხდითო, ბასაო, თავისი ესეთი და შემხედო უცებ და რატომ ძალიან ლამაზად გაცვიაო. ხელოვნების იმ ცოდნით, იმ განათლებით და თავად რასაც ქმნიდა ის მუსიკა, ეს მართლა არ იყო მიწიერი, გათითქოს გამტარი იყო რაღაც სხვა ძალის და მან ეს ყველაფერი
არ გაფლანგა როგორც და არ დამარხა როგორც ბიბლიაშია. და ეს ყველაფერი მოახმარა ხალხს და ჩვენ გაგვაკეთილ შობილა თუნდაც ცოტა ხნით.